მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტიური კვლავ განაგრძობს მაუწყებლობას, გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები აგერ უკვე 6 თვეა კვლავ მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუმბერიძე გახლავართ. მაყურებელს წარგიდგენთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 2388 105, ხოლო ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და ჩვენ კვლავ შეძლებს და გვარად გიპასუხებთ. დღევანდელი გადაცემის თემა კი შეეხება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. კერძოდ კი მინდობით აღზრდას, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს, კერძო ბავშვთა სახლებს და ასევე შევეხებით წინა გადაცემის ერთ-ერთ თემას, ქუჩის ბავშვებს ვისაუბრებთ. ჩემთან წამყვანი ესმა ხაზია? ესმა აქ ხარ? მოგესალმებით. ესმა გისმენთ? მოგესალმებით ტრადიციულად გერმანიიდან უკვე რამდენიმე თვეა ესე სკაიპით გიერთდებით, გვერდები მაყურებელს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი ანა არგანაშვილია, იურისტი და ფსიქოლოგი და ასევე ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თანამშრომელი. ანა მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის, მით უმეტეს ამ ცხელ ზაფხულში, რომ მაინც გამონახეთ დრო და მით უმეტეს რაღაც გადაუდებელი საქმეც გქონდათ და პრობლემა შეგექმნათ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ანუ კონკრეტულად რომ განმარტოთ მაყურებელს, რა განსხვავება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდას შორის და სახელმწიფოს კიდე რა ფორმით ზრუნავს სახელმწიფო მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე. კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ბავშვთა უფლებების თემით ესე აქტიურად ინტერესდებით და აშუქებთ. იმისაც რომ ეს განსხვავება განვმარტოთ, პატარა ისტორიული მიმოხილვა უნდა გავაკეთოთ. ანუ როგორც ვიცით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ მქონდა მემკვიდრეობით მიღებული ძალიან ბევრი ბავშვთა სახლი, მაგრამ აგერ უკვე ბოლო 20 წელია ბავშვთა უფლებების სფეროში არსებული და იგივე გაეროს მიღებული სტანდარტების მიხედვით ნებისმიერი დიდი ზომის ბავშვთა სახლი ითვლება ბავშვის უფლების დარღვევად. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ასეთი ბავშვთა სახლი თუ ისეთი ბავშვთა სახლი, ეს არის უბრალოდ ბავშვთა უფლებების დარღვევა. რა გკითხეთ ხო? მოგიც რო კი ბატონო, ამაზეც ვისაუბრებ, აი პატარა ისტორიას მოგიყვებით და დაახლოებით 90-იანი წლების ბოლოს უკვე 2000 მე მაგალითად ჩავერთე ამ პროცესში 2005 წლიდან, მაგრამ ვიცი რომ არამდეც მიმდინარეობდა ეს ასე ვთქვათ ამბავი, ანუ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნით და აღებული ვალდებულებების ფარგლებში დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ანუ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლი უნდა დახურულიყო და ამის ნაცვლად, ასე ვთქვათ, შეეთავაზებინა სახელმწიფო ზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის ალტერნატიული ზრუნვის საშუალებები. ეს ალტერნატიული ზრუნვა კი, როგორც ესმამ ჩამოთვალა, გახლავთ რიგ შემთხვევაში მინდობით აღზრდა, რიგ შემთხვევაში მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მაგრამ გვაქვს სხვა საშუალებებიც. ნუ მაგალითად ჩვენ გქონდა ესეთი პროგრამა დღემდე არის რეინტეგრაციის, ხო, როდესაც შეიძლება დროებით არ ქონდეს საშუალება ამ მშობელს რომ იზრუნოს, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო მას უნდა დაეხმაროს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ოჯახში. ეს არის პირველი პრიორიტეტი. ხა რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ ჩაითვალა ცალსახად ყოველგვარი გადახვევის გარეშე ბავშვთა სახლები ბავშვს უფლების დარღვევად. ვინაიდან პირველ რიგში დადგინდა, რომ მშობლისაგან ბავშვის განშორება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მშობელი და სამწუხაროდ თუ არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვი არის ისეთი ბავშვი, ვისაც ყავს მშობელი. ანუ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო მოხდა იქ, ხო? ანუ როდესაც ობიექტურად მშობელი არის, ამ ბავშვის განშორება მშობლისგან არის ბავშვისთვის უდიდესი სტრესი. სრულიად სხვა ვითარებაა, როდესაც თქვათ ობიექტურად მშობელი არ არის, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ რაღაც ალტერნატიული ზრუნვის სახე. ხო, გარდა განშორების სტრესისა, ასევე ჩაითვალა, რომ ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლში გამონაკლისის გარეშე არის ძალიან მაღალი ფონი
ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვადასხვა ტიპის ძალადობისა. ჩვენ ვიცით, რომ ძალადობა არის ბევრი ფორმის და არის ბავშვთა უფლებების დამრღვევი გარემო. ზოგადად ევროკავშირის ქვეყნებში მაგალითად აკრძალულია ბავშვთა სახლების განვითარებაში ინვესტიცია. ამის სანაცვლოდ დიახ უნდა მოხდეს ალტერნატიული ზრუნვის საშუალებების, ანუ მინდობით ახსნის, მცირე საოჯახო სახლის და რაც თავარია ოჯახების გაძლიერების სტრატეგიას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი. ეს ალბათ იმიტომ რომ ანუ ამ ბავშვთა სახლებში იმიტომ იქნება ეს პრობლემები, რომ რაღაცნაირად ინდუსტრიულად ხდება ამ ბავშვების ესე თქვა აღზრდა და მოვლა. რა თქმა უნდა. კი, ინდივიდუალიზმი ძალიან ხშირად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი განზრახვებით შეიქმნას, ანუ სამწუხაროდ კვლევებმა დაადასტურა, რაც არ უნდა კარგი განზრახვა ჰქონდეს მის შემქმნელს, ხო? რაღაც მომენტში სრულიად იკარგება ეს კარგი განზრახვა და როგორც ეს მომ აღნიშნა, ინდივიდუალური მიდგომის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინების გარეშე ეს ბავშვები რაღაც დიდ კონვეიერში ხვდებიან, მაგრამ მაინც ყველაზე ალბათ საშიში არის აი ბავშვის ოჯახისგან განშორების, თქვათ აი ეს დიდი ტრავმა, რაც არ უნდა მივაყენოთ და ძალადობის ფონი, მე ესე ვფიქრობ. ანუ ვის შეუძლია მინდობით აღზრდაში, ანუ ვინ შეიძლება იშვილოს მაგალითად ბავშვი, ანუ რა ტიპის მეთოდები, ან ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ და რომ გამარტოთ, ანუ უკაცრად ჩაგეჭრებით, ანუ რა განსხვავებაა ზუსტად აი მცირე ტიპის საოჯახო ბავშვთა სახლებს, მაგალითად მინდობის აღზრდასა და ტრადიციულ დიდ ბავშვთა სახლებს შორის. ანუ რაოდენობებშია, მაგრამ რაღაც კონკრეტული რეგულაციებიც არსებობს, ხო ალბათ? კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. ნუ პირველი განსხვავება ის არის, რომ როგორც მინდობით აღზრდა, ისე მცირე საოჯახო ტიპის სახლი არის ოჯახის, ასე ვთქვათ, გარკვეული ფორმა, ხო? ანუ მინდობით აღზრდის შემთხვევაში ოჯახში 1-2 ვთქვათ ბავშვია ხოლმე, მცირე საოჯახო ტიპის სახლში 6, მაქსიმუმ 7. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ეს მთავარი პრინციპი ირღვევა და მაგალითად მცირე საოჯახოში 10 და მეტი ბავშვი, იმიტომ რომ ეს უკვე მცირე ინსტიტუციას რეზიდენტულ დაწესებულებას, ანუ ბავშვთა სახლს ძალიან ემგვანება. მაგრამ გარდა რაოდენობისა, თვისობრივადაც სხვა მოვლენაა, ვინაიდან ჯერ ერთი მოდი დავიწყოთ ჩარიცხვის წესი. მკაცრად კონტროლდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში ბავშვის განთავსება. ესე მარტივად არ ხდება. იგივე თქვათ მშობელი, რომელიც ამბობს, რომ ბავშვის აღზრდა არ შეუძლია, ესე მარტივად ბავშვს ვერ უნდა ტოვებდეს, ხო? იმიტომ რომ ბავშვთა უფლებების კონვენციაში გვიწერია, რომ პირველი ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ მშობლისთვის იმ პირობების შექმნა, რომ ბავშვი მან არ მიატოვოს. თუ ამბობს, რომ თქვათ ეკონომიკური გაჭირვება, დასაქმების პროგრამის შეთავაზება შეიძლება რაღაც უნარები აკლია, ხო? შეიძლება არ იცის რომ როგორ აღზარდოს. ამიტომ ძალიან დიდი ხანი მიდის ხოლმე მუშაობა იმაზე, რომ შეინარჩუნოს ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნდეს. ნუ დაუშვათ და ეს არ არის, ხო, შესაძლებელი. შემდეგ უკვე სოციალური სამსახური აკეთებს ძალიან სიღრმისეულ შეფასებას, ანუ ბავშვის ინტერესები, უნარები, განვითარების ეტაპი, სკოლა, სოციალური წრე, ნათესავთა წრე უნდა შემოწმდეს და ამის მიხედვით განთავსდეს ბავშვი, ვთქვათ, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში და ესე მარტივადაც არა. მაგალითად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვინაიდან ამ 7 წელი მუშაობდი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში და ძალიან ინტენსიურად ვსწავლობდით ამ საკითხს, მათ შორის ვამონიტორინგებდით. სავალდებულოა, რომ ბავშვი უბრალოდ კი არ იყოს, ანუ მას ჰქონდეს თავისი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, მიზნები, წრეებზე სიარული, სკოლაში იყოს წარმატებული, ხო, სოციალური ინტეგრაცია მოხდეს. ანუ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა დიდი ზომის ბავშვთა სახლში და შესაძლებელია მცირე საოჯახო ტიპის სახლში. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთმანეთსგან უნდა გავმიჯნოთ კანონით რა არის სავალდებულო და რეალობაში რა სრულდება, იმიტომ რომ მიუხედავად კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ამ რეფორმის ძალიან კარგად დაწყებისა, დღეს შეგვექმნა სერიოზული ხარვეზები, რასაც სამწუხაროდ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს და ძალიან დიდი რისკები. მოდი ერთხელ დავაზუსტებ, ანუ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლშიც და მინდობით აღზრდის შემთხვევაში ეს უნდა იყოს ოჯახი, რომელმაც და მიიღოს ეს ბავშვები
და ის ეს ოჯახი თავისთვის ცხოვრობს, ფუნქციონირებს ჩვეულებრივად როგორც ოჯახი, უბრალოდ ყავს ეს ბავშვები მიღებული რაღაც კონტრაქტის საფუძველზე და ამ ოჯახებს უხდიან თანხას. კი, ეს დავავიწყდით. ეს ადამიანები არ არიან პირდაპირ ეს სახელმწიფოს დასაქმებულები, რომ 40 საათი კვირაში იმუშაონ და როგორ ხდება ამ ოჯახების შერჩევა? სხვათა შორის, არიან თუ არა დასაქმებულები, ეს ცოტა სადაო თემა, ვინაიდან ეს ხელშეკრულება რაც იდება, მე როგორც ინფორმაცია მაქვს, რომ ითი ხელშეკრულება თუ არ ვწდები ახლა ბოლოს რა ინფორმაციაც გქონდა. პრინციპში სინამდვილეში არიან ეს ხალხი დასაქმებულები გარკვეულწილად, თუმცა აქ ერთი პრობლემა წარმოიშობა. კერძოდ, მაგალითად, ეს ანაზღაურება, რასაც იღებენ, რახან ეს შრომა დაღიქმება და იგივე სტაჟადაც ეთვლებათ, ხო? ძალიან ხშირად მიჩნეულია ცალსახად შრომის ანაზღაურებად, მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს შეხედულებაც, რომ ეს არის ბავშვზე დასახარჯი თანხა. ყოველ შემთხვევაში გარკვეული წილი უნდა დაიხარჯოს. აი მონიტორინგი ზუსტად არის იმისთვის, რომ ეს ასე ვთქვათ, ზედამხედველობის ქვეშ იყოს და არ მოხდეს ისე, რომ აი ეს რაც მიჩნეულია შრომის ანაზღაურებად, ბავშვს არ მოაკლდეს. აი მონიტორინგი ამისთვისაა, თუმცა აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. რაც შეეხება აი მინდობით აღზრდელების ოჯახის შერჩევას, საკმაოდ ისეთი სიღრმისეული პროცესია, იქ უნდა დარეგისტრირდე, უნდა შეგამოწმონ, გაქვს თუ არა, აკმაყოფილებ თუ არა წინაპირობებს და აი ზუსტად თქვენ მკითხეთ, ხო? წინაპირობებთან დაკავშირებით, აი სანამ ეთერი დაიწყებოდა, ჩვენ ერთად ვეცნობოდით. არის გარკვეული, ასე ვთქვათ, შემზღუდავი წინაპირობები. მაგალითად, არსებობს ჩანაწერი, რომ მინდობით მშობლად ვერ დარეგისტრირდება პირი, რომელსაც აქვს გარკვეული ჯანმრთელობის შეზღუდვები და იქ არის ჩამონათვალი დიაგნოზებისა, ან ვთქვათ, გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ არ იყო კონკრეტულად დასახული. კი, არ იყო კონკრეტულად, თუმცა მიუხედავად ამისა, მოდით ახლა ვისაუბროთ, თუ ვთქვათ, ჩვეულებრივ საზოგადოებაში მე მაქვს შეზღუდული შესაძლებლობა სტატუსი ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, ეს ხომ არ არის ბლანკეტურად ჩემთვის ბავშვის აღზრდის უფლების შეზღუდვის საფუძველი, ხო? მაშინ რატომ არის? მაგრამ როგორც ყველგან აქაც ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ ძალიან გვიჭირს ხოლმე იმ ადამიანის მოძებნა, ვინც გაასაჩივრებს ამ ნორმას და იტყვის, რომ თუ თქვათ სხვას არ ეზღუდება ბავშვს აღზრდის უფლება რაღაც დიაგნოზის გამო, რატომ უნდა იყოს ეს ჩანაწერი? მე ვფიქრობ, რომ უნდა იმსჯელოს ამაზე სასამართლო. ალბათ არ ქონია სრული, მე რატომღაც არ ვიცი, რატომღაც გამიჩნდა ესეთი ფიქრი, რომ თუ იქნებ მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და იქნებ მე ვერ ვთხოვდები ან რაღაც ფიზიკური ხდება ეს, იქნებ მაქვს ამის სურვილი, რომ მომავალში ვიშვილო ვიღაც, მე შემიძლია თუ არა ეს ხომ უნდა ვიცოდე, ან თუ ეს ესეთი მსგავსი შემთხვევა არ ქონია და ალბათ ვინმე თუ გამოჩნდება ესეთი პირი, შესაძლებელი იქნება თუ საინტერესოა როგორ კი რა თქმა უნდა ამის მიხედვით რამდენად ლეგიტიმური არ პროპორციული ან რა მიზანს ემსახურება საერთოდ ეს შეზღუდვა, ხო? ან მარტოთ მინდობით აღზრდასა და შვილად აყვანას შორის განსხვავება არსებობს, ხო? იმიტომ მინდობით აღზრდის შემთხვევაში ადამიანი თავის მშობელთან ბავშვი ინარჩუნებს კავშირს ბიოლოგიურ მშობელთან და არაბიოლოგიურ მშობელი, ესე ვთქვათ, ეს აღმზრდელი იღებს თანხას. მაშინ როცა შვილად აყვანის დროს, კავშირი წყდება მშობელთან. კი, აი ზუსტად როგორც თქვენ თქვით, სამართლებრივი კავშირის საკითხია, რა თქმა უნდა, მინდობით აღზრდის შემთხვევაში პირიქით წახალისებულიც არის, რომ ბავშვმა პოზიტიური ურთიერთობა შეინარჩუნოს ოჯახთან. ასევე მე მინდა ერთი ფორმა გავიხსენო მინდობით აღზრდის, ეს არის ნათესაური მინდობით აღზრდა, რომელიც მე განსაკუთრებით მომწონს. კი, ეს კანონით ესეც შესაძლებელია, რომ მაგალითად ნათესავმა, დიახ, შეუძლია ვთქვათ, მინდობით აღზრდაში ჩაერთოს, რაღაც ვთქვათ, ბეიბი ამან რაღაც და ამაში თანხაც აიღოს. და აქაც აიხა ეს თანხა როგორ ნაწილდება, ისიც შეიცავს როგორც ხელფასს, ისევე ბავშვზე დასახარჯ თანხას. აი ეგ არის ზუსტად პრობლემური ესმა, რომ ამ ეტაპზე ქვია ხელფასი.
და საკმაოდ რთულია იმის გაკონტროლება, რომ მაინც ბავშვზე დაიხარჯოს. ეს ხელფასი რატო ქვია კიდე სხვა საკითხია, საგადასახადო ასე ვთქვათ რაღაც მაშინ ექცევა, ხო? და აი ძალიან რთულია იმის გაკონტროლება. ახლა ხანს მაგალითად სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში. გარდა ამისა, ჩვენ ორგანიზაციასაც საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია ასაჩივრებდა თუ ასე ვთქვათ გამოხატავდა მწუხარებას აი ამით რომ სინამდვილეში რა ხდება. მოდით გადავიდეთ ახლა რეალობაზე. ერთია კანონი, მაგრამ ახლა რეალობასაც შევხედოთ, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით თუ ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის, ესე იგი ჯერ ერთი ქონდა შემთხვევა, რომ მინდობით აღზრდაში, რა ვიცი, 3, 4, 5, ასე ვთქვათ, რამდენიმე, ეხლა აქ რა თქმა უნდა დგება კითხვა, ხო? ეს მინდობით აღზრდა თუ მცირე საოჯახო სახლია და თუ სხვა არის, მაშინ სხვა პირობები უნდა დააკმაყოფილო, იმიტომ რომ იქ სხვა ინფრასტრუქტურის მოთხოვნებია ელემენტარულად, ხო? და გარდა ამისა, მე თვითონ მინახავს შემთხვევები ფართობზე, ხო, მაგალითად. დიახ, თუნდაც ფართობზე, თუნდაც საკუთარი ოთახის ქონა და ასე შემდეგ. მაგრამ აი მე მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, მახსოვს რომ ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი, რომელსაც მინდობით აღზრდით ყავდა მცირე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და მომიწია 3 წელი ზედიზედ მისვლა იმ ოჯახში და აშკარად ხედავდი რომ ეს ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ ხვდებოდა მუდმივად ერთსა და იმავე ბავშვის ეტლში. ანუ ბოლოს უკვე ნამდვილად აღარ ეტეოდა ამ ეტლში, კიდურები გარეთ იყო. ანუ ჩემთვის თვალსაჩინო იყო რომ ამ ბავშვს აკლდა ზრუნვა. ანუ ხშირად ეს ბავშვები მაგალითად სკოლაში არ დადიან. ჯერ ხო საქართველოს ჯერ კიდე არ გვაქვს ის ცნობიერება, რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ ატარებს სკოლაში, ეს მისი უფლების დარღვევაა და შენ როგორც მშობელს პასუხისმგებლობა გარკვეული გეკისრება. ეს ცნობიერება რადგან არ გვაქვს, სამწუხაროდ ამ ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი სკოლაში შეიძლება არ დადიოდეს, ასევე სარეაბილიტაციო ღონისძიებებს არ ასე ვთქვათ, გადიოდეს და იყოს სახლში იზოლირებული, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეხლა მივდივართ მთავარ პრობლემასთან. მე თავიდან ვახსენე, რომ ამ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმას, რომელიც თავის დროს ძალიან კარგი იყო, აქვს სერიოზული რისკები. ეხლა რისკები რაშია, ხო? ანუ დაახლოებით ბოლო 5 წელია გაჩერდა, შენელდა კი არა, საერთოდ შეჩერდა ამ რეფორმის, ასე ვთქვათ, თანამშრომლების ძირითადი გამწევი ძალის, ანუ სოციალური მუშაკების რიცხვის გაზრდა. ჩვენ გავჩერდ, ანუ როცა რეფორმა დაიწყო, საერთაშორისო ორგანიზაციამ დაითვალა და უთხრა სახელმწიფოს, რომ აი შენ გჭირდება, ვთქვათ, მინიმუმ 500, 1000 სოციალური მუშაკი. დაახლოებით ამ ციფრებზე იყო ლაპარაკი, თუ გინდა რომ მოემსახურო, ვთქვათ, ამდენ ბავშვს. ამის შემდეგ გავიდა 10 წელი და 10 წლის წინ რაც ქონდა რაოდენობა, ანუ 218 დარჩა იგივე. და ამ სოციალურ მუშაკებს გარდა ბავშვებისა ასევე დაემატა სხვა უამრავი საქმე, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხანდაზმულებზე ზრუნვა, იგივე, რა ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობის პირების მომსახურება გარკვეულწილად, ხო, ბავშვებს დღეს აქვს 21 მიმართულება. თითო სოციალურ მუშაკს 50-დან 100-მდე მიმდინარე საქმე აქვს. ჩვენ გვეუბნებიან ეს სოციალური მუშაკები, რომ ხშირად ოფისებში არ აქვთ მაგიდა, რომ დასხდნენ და იმუშაონ, კომპიუტერზე მორიგეობით ხდებიან და წარმოიდგინეთ ამას ყველა ეთერში ვიმეორებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ვინმე, ასე ვთქვათ, მიაქციოს ყურადღება. ვალდებულებაშია ეს. ახლობებით ყვი. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვზე ძალადობს, ხო, ვიღაც და შევიდე შეტყობინება და ვთქვათ მე ვარ, არ ვიცი, ვთქვათ ბათუმში, ხო, სოციალური მუშაკი ან სადღაც. თუ ეს შეტყობინება არის რომელიმე სოფლიდან, სოციალურ მუშაკს არ აქვს საწვავის ფულიც კი. ანუ ეს სოციალური მუშაკი პასუხობს. მოდით რამდენიმე შემთხვევა რა დაგროვდება, მერე ჩამავალ. აბა წარმოიდგინეთ, ეხლა ეს რას გავს, ხო? ძალადობის ხორმა ბავშვმა შეიძლება ელოდოს, ასე ვთქვათ, უფულო და ურესურსო სოციალურ მუშაკს. ეს არის აბსოლუტური კრიზისი. ვერ ასრულებს საკუთარ სამუშაოს. მე რა მაინტერესებს ანუ აი თუ შეიძლება რომ მონიტორინგზეც ვისაუბროთ ზუსტად იმიტომ რომ ან ეხლა მე რაც მომდის ხო აზრად არის ის რომ ალბათ დიდი ბავშვთა სახლის
გაკონტროლება თითქოს ერთი შეხედვით უფრო მარტივია, იმიტომ რომ იქ მიავლენ დავუშვათ ეს ჯგუფს, რამდენიმე არის სულ ქვეყანაში და უფრო მარტივია, ანუ მიხვალ რაღაცა მაგრამ კი, ეგ მარტივად ფიზიკური კი. და თუ შეიძლება კიდე ერთ კითხვას როგორ უნდა ანუ დარწმუნდე რომ იქ ძალადობა არ ხდება, იქ ბავშვის უფლებების შეზღუდვა, მაგალითად იძულებით შრომაში რომ არ აბავენ ბავშვებს. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ესმა. მე გეთანხმებით, რომ ფიზიკური ხელმისაწვდომობის კუთხით თითქოს ერთი შეხედვით ესეა, რომ მიავლენ, მაგრამ მე თვითონ მონიტორინგზე მივლია ამ დიდი ზომის ბავშვთა სახლებში და ეს არის უმძიმესი, ვინაიდან დამერწმუნეთ, რომ იქაც ძალიან რთულია მონიტორინგი, იმიტომ რომ ხშირად ბავშვები ყოფილან შეშინებულები, ანუ შენ რო წახვალ იქიდან მონიტორი ის ისე დარჩება ვთქვათ მოძალადესთან, ხო ხვდებით, ანუ ძალიან ფსიქოლოგიური კუთხითაც ეძებდა. კი, რა თქმა უნდა, ანუ მე მაგალითად ეხლა ყველაზე უფრო გული რა დროს ძალიან მიმძიმდება, როცა ხვდებიან ბავშვები, ვთქვათ 5-6 წლის მერე და მეუბნებიან, რომ აი მაშინ ოდესღაც არ მითხრეს, იმიტომ რომ ეშინოდეთ. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი ნამდვილად. თუმცა, აი როგორც გითხარით, ადგილზე მისვლა თქვენ ზუსტად აღნიშნეთ, რომ ჯერ კიდე არ ნიშნავს, რომ შენ დარღვევებს დაინახავ, ხო? ეს ბავშვის ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, შეიძლება უკაცრავად ზარია ბოდიში ეთერში. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ. შვილო, ერთი უკაცრავად მოგესალმებით სულ ყველას. მოგესალმებით. ერთი ინგა შეიძლება არ უსმეს ახლა გადაცემა მიყავ, მაგრამ თავის ნერვებსაც გაუფრთხილდეს შვილო ინგა და აი ეს გიჟი რომ მიყავ ვიღაცა, აი ეს გოგო ფსიქოლოგიურად ეთყობა არის დაავადებული, ცოტა ნერვები დაიკავოს მაგანა რა. აი ეს დამავიწყდა სახელი, აი ახლა მიყავ გადაცემა. იმ გოგო სოფო ქვია და რამდენჯერაც კი მომისმენია, არა ნორმალური არის რა, არა მაპატე დიდი ბოდიშით ეს ჩვენ გადაცემის თემასაც არ ეხება და სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გამოვიმოქმედებთ რა თქმა უნდა. იცით არის წეგან ახსენეთ თქვენ ეტლთან დაკავშირებით, რომ აი ერთ-ერთი ეტლში ის ბავშვი, ხო? რამდენად აქვს იმის ეტლი ღირს ძალიან ძვირი, ხო? რა თქმა უნდა, რამდენად არის შესაძლებლობა რომ ანაზღაურება ხო იყოს შეიძლება. უფასოდ ეძლევათ შეშმობილებს ეტლებს. ეს უნდა მეკითხა ზუსტად, ხო? ეტლი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალება. და ამიტომ ძალიან ასე ვთქვათ დამთრგუნველია ხოლმე ხშირად პოლიტიკოსები, როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ასე ვთქვათ ჩუქნიან ეტლებს, მაშინ როცა ყველას ეკუთვნის ეტლი და შეუძლია თავისუფლად მიიღოს. აი თუ შედია აი მონიტორინგზე რომ გავაკეთოთ, ანუ როგორ ხდება აი ამ გაფანტული ოჯახების შემოწმება? აი მაგალითად მაინტერესებს სოფლად მცხოვრებ ოჯახებში რამდენად ხდება ხოლმე მაგალითად ბავშვების რაღაც იძულებით შრომითი ექსპლუატაცია ან რაღაც სასოფლო სამეურნეო მძიმე დაუშვათ და ინტენსიურ საქმიანობებში ჩართვა ან მსგავსი რაღაც ფაქტი. ჯერ ვიტყვი რომ აბსოლუტურად გეთანხმებით ესმა მონიტორინგი ასე ვთქვათ მინდობით აღზრდაში განსაკუთრებით რთულია, იმიტომ რომ ვინაიდან ძალიან ცოტა სოციალური მუშაკი ყავს, ფაქტობრივად ვერ ახერხებენ, ხა 6 თვეში ერთხელ მისვლა და 3 თვეში ერთხელ მისვლა მონიტორინგი არ არის. ხო მართალია? ანუ ფაქტობრივად ვერ ახერხებენ. ერთადერთი გარდა სოციალური სამსახურისა კანონის საფუძველზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა აქვს სახალხო დამცველს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ახლა ოჯახში არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ განახორციელებს მონიტორინგს, ვერც სხვა ზრუნვის დაწესებულებაში არავინ არ შეგუშვებს. რაც შეეხება სახალხო დამცველს, ვთქვათ 2 წელიწადში ერთხელ ან ხშირად უფრო სამწუხაროდ არც ისე ხშირად ხორციელდება მონიტორინგი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ 2 წელი და 3 წელი შეიძლება ბავშვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ანუ რახან სახალხო დამცველს აქვს მონიტორინგის უფლებამოსილება, მან მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ უფრო ხშირად განახორციელებს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა საშუალება არ აქვს მონიტორინგის, ხვდებით, ხო? აქ არის კიდევ ერთი სამართლებრივი პრობლემა, რასაც მინდა ხაზი გაუსვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს იცით, მაგრამ მაყურებლისთვის მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ზრუნვაში მოთავსებულ ბავშვს და მისი კანონიერი წარმომადგენელი არის ისევ სახელმწიფო, ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო,
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ანუ ვერც ამ ბავშვს წარმოვადგენთ იგივე სასამართლოში, ვერც ასე ვთქვათ, სამართლებრივი საშუალება არ გვაქვს, რომ დავიცვათ ამ ბავშვის ინტერესი. თვითონ სახელმწიფოა წარმომადგენელი, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კარგი ზრუნვა მისცეს, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მონიტორინგი განახორციელოს და თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აი ამაში აი უკაცრავად რომ გაწყვეტეთ, თქვენ თქვით რომ შეიძლება ადგილზე მიხვიდე, მაგრამ ვერ დაინახო ეგრევე პრობლემა, ხო? ანუ როგორ რა მეთოდებს მიმართავთ ხოლმე, რომ ანუ რა მეთოდებს მიმართავენ ხოლმე სახელმწიფო აგენტები, რომ შოთ გამოავლინონ და დაინახონ. კი, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვფიქრობ, რომ მონიტორინგი უნდა იყოს ისეთივე მულტიდისციპლინარული, როგორც თქვა თავად ზრუნვა, ხო? მონიტორინგს აქვს ხოლმე რამდენიმე შემადგენელი ნაწილი, იგივე დაკვირვება ობიექტურ პირობებზე, რომელიც შედარებით იოლია, იმიტომ რომ დადგენილია სტანდარტი, რა სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის პირობები. ეხლა თუ მაგალითად ხედავთ, რომ ბავშვს საკუთარი სათამაშო არ აქვს, საკუთარი სივრცე არ აქვს და არ აქვს შესაძლებლობა, რომ აი რა უკაცრავად რა პირობები, აი მაგალითად არის თუ არა საჭირო, რომ სახლში იყოს ცხელი წყალი. კი, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბავშვის ჰიგიენის დაცვისთვის განსაკუთრებით თუ რამე თქვა ჯანმრთელობის საჭიროებაც აქვს. ხო, მაგრამ აი ეს შედარებით იოლია, ხო, შესამოწმებლად. უფრო რთულია, უფრო სუბიექტური ნაწილის შემოწმება განსაკუთრებით ბავშვთა ძალადობის ნაწილში. ახლა აქ გვაქვს ერთი ასე ვთქვათ სამართლებრივი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მრავალი წლის განმავლობაში ბავშვთა მიმართ ძალადობად მიიჩნეოდა უშუალოდ, აი ვთქვათ, დარტყმა, ზიანის მიყენება, თუნდაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ხო? მაგრამ დღეს უკვე სამართლებრივად ბავშვის მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა მისი უგულებელყოფა. ანუ მაგალითად თუ ბავშვია და არაჭმევ, თუ მას მკურნალობა უნდა და არ მკურნალობ, ხო? აი ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვი დავინახე, თქვათ გამოვიძახე პატრული და სამწუხაროდ ხშირად პატრულსაც დაუსვავს ეს კითხვა, რომ მე რა შუაში ვარ, არაფერი არ ჭირს ამ ბავშვს, ხომ არავინ ძალადობს. და როდესაც ჩვენ ვუხსნით, რომ უგულებელყოფა არის ისეთივე, ან ხანდახან უფრო საშიში ძალადობა, როგორიც ფიზიკური ძალადობა, ხო? აი ეს სამწუხაროდ საკმაოდ რთულად ესმით ხოლმე. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ეს მას შეკითხვა, ბავშვის მიმართ ძალადობის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი ყველაზე რთულია. რომ ამას ერთი 5 წუთიანი ბავშვთან გასაუბრებით ნამდვილად ვერ გაარკვევ. ხშირად შეიძლება ბავშვს კომუნიკაციის მეტყველების შეზღუდვაც ჰქონდეს. ამიტომ შენ მონიტორს გჭირდება დრო და რესურსი და როცა 200 ბავშვის საქმე გაქვს ჩაბარებული, ეს დრო ბუნებრივი არ გაქვს, ხო? ანუ შენ შეიძლება დაგჭირდეს დღე, 2 დღე რომ ბავშვს დააკვირდეს, შეხვიდე მასთან ნდობაში, ხო? რა თქმა უნდა, გაიგო მისი კომუნიკაციის სტილი, გაანალიზო მისი ქმედებები, არის თუ არა, ასე ვთქვათ, შფოთვა აქვს თუ არა, აქვს თუ არა უსაფრთხო მიჯაჭვულობა, მინდობით აღზრდათან. ძალიან ბევრი კომპონენტია და რასთავარია, მონიტორინგი არ არის ესე არაპროფესიონალური მონიტორინგი ყოველთვის აქვს თავისი სტანდარტი, რის მიხედვითაც ახორციელებენ და ასევე მონიტორინგს სჭირდება სპეციალური კომპეტენცია, ანუ ყველა ფსიქოლოგი, ყველა სოციალური მუშაკი და ყველა იურისტი, თუნდაც მე ვერ გავაკეთებ. ამას სჭირდება თავისი გადამზადება. აი ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს, მაგალითად მონიტორინგის სამსახური რადგან სახელმწიფო აღარ აკეთებს არაფერს, ანუ ვინ უნდა მოახდინოს ამ პრობლემის აღმოფხვრა, როგორ შეიძლება მოხდეს? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო რომ არ აქცევს სოციალური მუშაკების რაოდენობას ყურადღებას, ეს რაღაცნაირად ჩვენ უნდა შევცვალოთ. ანუ სამოქალაქო საზოგადოებამ იმედენად, ასე ვთქვათ, წვავედ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი, რომ ეს შეიცვალოს. მე ხშირად ახლა გამიგია სოციალური მუშაკები, აი მაგალითად გამიგია, რომ აი ყველა ხო ვამთავრებთ მუშაობას 6-ზე, 7-ზე, 9-ზე, მაგრამ გამიგია, რომ ღამის პირველზე უწევს შესვლა ოჯახში, გამოყვანა და აი მართლა გულწრფელად ცდილობენ დახმარებას, მაგრამ არ ყოფნის ეს რაოდენობა და ეს ჩვენ არ შეიძლება მივიღოთ როგორც მოცემულობა. სახელმწიფომ რაღაცნაირად
ვერანაირად უნდა მოახერხოს სოციალური მუშაკების გაზრდა. ეს ანუ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ. აუ ჩვენ უნდა აუცილებლად მოვთხოვოთ. მაგრამ მეორე, მე გეთანხმებით, რომ ზოგადად მონიტორინგი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ანუ მიმაჩნია რომ მონიტორინგს უნდა ახორციელებდეს კიდე სხვა რგოლი, იმიტომ რომ ხა თუ მე იგივე სოციალურ მუშაკმა უნდა დავამონიტორინგო, მაშინ ჩემ თავს ვამონიტორინგებ, ხო, რომ ბავშვს ვერ შევუქმენი პირობები, ვერ შევისწავლე ოჯახი, ვერ დავეხმარე ოჯახს, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, ბავშვის ინტერესების დაცვით გარკვეული წვდომა საზოგადოებას უნდა გქონდეს ინფორმაციაზე. მე მესმის, რომ ბავშვს პირადი პერსონალური მონაცემები აქვს, ხო, პირადი ცხოვრების საკითხი, მაგრამ გარდა ამისა არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაც უნდა გასაჯაროდეს იმ კუთხით, რომ ჩვენ საზოგადოებამ ვიცოდეთ ამ სფეროში რა პრობლემა გვაქვს, რა არის გადასაჭრელი. მაგალითად, ჩვენ საზოგადოებას თუ გვეცოდინება, რომ აი ამდენი ოჯახი, თქვათ, სტატისტიკურად არ ვიცი, რაღაც პროცენტი ვერ უვლის ბავშვს ობიექტური მიზეზის გამო, დაუშვათ არ აქვს სამსახური, ხო? საზოგადოებას ის მაინც გვეცოდინება, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დასაქმების პროგრამებში, სოციალური დაცვის პროგრამებში ამ ოჯახების გარკვეული უზრუნველყოფისათვის, იმიტომ რომ ამით ჩვენ ბავშვებს რა მაინტერესებს ანა უკაცრავად რომ გაწყვეტენ. მაგალითად, იქნებოდა თუ არა გამოსავალი, რომ მაგალითად თუნდაც ექიმს, მასწავლებელს კონდეთ პირდაპირი ვალდებულება, რომ შეატყობინონ ან იურიდიული ლიცენზიის მქონე პირს, რომ ბავშვთან ურთიერთობის შემთხვევაში პირდაპირი ვალდებულება რო ქონთ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია, რომ შეატყობინონ თუ კი აქვთ ეჭვი, რომ ბავშვი არის ან ძალადობის მსხვერპლი, ან უგულებელყოფის, ან მიტოვების. საინტერესოა ესმა, რომ ესეთი ვალდებულება დღეს აქვთ. უბრალოდ არ იციან სამწუხაროდ 2010 წელს არის დამტკიცებული ბავშვთა ძალადობის შემთხვევების რეფერირების შესახებ ბრძანებას, მოკლედ რო გითხრათ, გრძელი სახელი აქვს, 3 მინისტრის მიერ ერთობლივად. ერთს არის ჯანდაცვის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისა და რეფერირების შესახებ. იქ არის ჩამონათვალი იმ სპეციალისტებისა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მათ შორის ექიმი, მასწავლებელი, სხვადასხვა სერვის პროვაიდერი, ვისაც ბავშვთან შეხება აქვს, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ თუ ძალადობის შესახებ გაუჩნდა ეჭვი, ჯერ ეჭვი გადაამოწმოს და შემდეგ 15:05-ში ატყობინოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ჩვენ გვაქვს ჩანაწერი ამ ვალდებულების დარღვევა რა პასუხისმგებლობას იწვევს. სამწუხაროდ ეს არ სრულდება დღეს, იმიტომ რომ ამ ვალდებულების შესახებ სამწუხაროდ არც იციან და ჩვენ გქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც შევატყობინეთ სოციალურ სამსახურს და ვიკითხეთ სანქცია, ასე ვთქვათ, დაეკისრა თუ არა იმ პირს, რომელთაც არ შეატყობინეს, მაგრამ იქ რაღაც გამოსავალი იპოვეს, რომ ჩანაწერი არ არის პირდაპირ ბაღებზე, ასე შემდეგ, ანუ ეს ჩანაწერი კიდე სრულყოფას საჭიროებს. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ ხო ვერ განვსაზღვრავთ ბავშვს ზრუნვის რამდენი ფორმა არსებობს, ხო? მაშინ მე უნდა ჩამოვწერო ყველა დაწესებულება, სადაც შეიძლება ბავშვს ჰქონდეს შეხება და ესე ჩამოწერილი ჯერ კიდევ სრულფასოვნად არ არის და ხშირად ეს, ასე ვთქვათ, გამოსავლად მიაჩნიათ ხოლმე. თუმცა მე როგორც ვიცი უკვე სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონი, რომელიც მიიღეს, იქ უკვე ცალსახა ჩანაწერი გაჩნდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ზე ასევე ვრცელდება ძალადობის შეტყობინების ვალდებულება. ანუ რომ ვუპასუხოთ თქვენ კითხვას, ასეთი ვალდებულება 2010 წლიდან არის, მაგრამ სამწუხაროდ აღსრულება ამ სანქციის არ ხორციელდება. აი არ ვიცი. ძალიან ტოლერანტულია ჩვენი საზოგადოება ესმა. ვივიტყოდი სამწუხაროდ. ეხლა ჩემთვის, აი ჩვენ მქონდა რამდენიმე შემთხვევა. ერთ-ერთი შემთხვევა მახსენდება, ეხლა არ დავასახელებ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში. იყო ბავშვზე ძალადობის შემთხვევა შობლის მხრიდან. ოღონდ ძალადობა იყო ისეთი მძიმე, რომ სისხლის სამართლის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას მიაღწია. შობელს ხო ეს ბავშვი? კი, მაგრამ მე ახლა რა შემთხვევაზე ვიხსენებ, როდესაც აი ამ კაცის, რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახის წევრის მიმართ იყო გარკვეული ღონისძიებები გატარებული, ხო? იქ რაღაც არ ვიცი დაპატიმრება და ასე შემდეგ გამოვიდა მთელი სამეზობლო და იცავდა მოძალადეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დადგენილი იყო, შესწავლილი იყო დადგენილი და სამწუხაროდ გამართლება იყო ეს, რომ არგუმენტი რა იყო? დიახ.
აი ასეთი გამართლება იყო, რომ აი ყველა, ასე ვთქვათ, ჩვენზე ყველაზე უძალადიათ და ნორმალურები გავიზარდეთ, რაც არის აუცილებელი ვალდებულება. ანუ თითქოს ნორმად არის ქცეული, დიახ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. აი მე მაგალითად თქვენ და თქვენისთანებს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოვართმევდი. ყველას თუ რა კუთხით გულისხმობთ თუ შეიძლება გითხრათ? აი მე ვფიქრობ ესეც ერთ-ერთი დასტურია, რაზეც საუბრობდით. უნდა განემარტოთ, რა თქმა უნდა, ალბათ. ანუ რა საქმე ხო, რომ ჩვენ გვჭირდება რაღაც ალბათ დრო რო ჩამოყალიბება, თუმცა ეს რატომ ხან ფიქრობ ხოლმე, რომ ეს ჩვენში შინაგანად დევს ეს და ამას არაფერი არ ჩვენ დროში ძალიან შეზღუდული ვართ და ძალიან მინდა მოვასწრო, აი ჩრდილოვან ბავშვთა სახლებზე რო გკითხოთ. იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაც გაეროს ერთ-ერთ ასე ვთქვათ ანგარიში ნათქვამია რომ საქართველოს ამაზე პრობლემა აქვს, რომ კერძო ბავშვთა სახლებს სახელმწიფო მონიტორინგს არ უკეთებს, რომ მოგვიყვეთ ცოტა რა არის ეს ჩრდილოვანი ბავშვთა სახლები. და რატომ არ ახდენს სახელმწიფო მათ მონიტორინგს? ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ ესე იგი გარდა იმ ბავშვთა სახლებისა, რაც დაიხურა, სამწუხაროდ გაჩნდა სხვა ბავშვთა სახლები, რომელიც კერძო სამართლის სუბიექტებმა შექმნეს. რიგ შემთხვევაში ეს არის ვთქვათ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, არა მარტო ვთქვათ მართლმადიდებლური, არამედ ასევე სხვაც, მაგრამ რიგ შემთხვევაში ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობები. ან რიგ შემთხვევაში საერთოდ კერძო სუბიექტი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ კარგია ბავშვთა სახლი. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, ორი მიზეზი. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საერთოდ, როდესაც ბავშვი მშობლების ზრუნვას მოკლებულია, განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სიფრთხილე გვმართებს აქ, ხო? პირველ რიგში სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ძალიან კარგად შეაფასოს. ხომ არ არის საშუალება, რომ ბავშვი, ვთქვათ, ოჯახში დარჩეს, ვიდრე აი ესეთი ბავშვთა სახლები, ანა უკაცრავად არ ლიცენზირდება. ანუ რამე მოთხოვნ არ ლიცენზირდება ასეთი ბავშვთა სახლები. ეხლა რა შესაქმე ერთი თვის წინ პარლამენტმა გარკვეული ცვლილებები მიიღო კანონში და მათ მიეცათ დრო. დაახლოებით 1 წელი, როდესაც მათ ან უნდა ლიცენზია მიიღონ, ან დაიხურებიან და ლიცენზიის მიღებისათვის მათ ესაჭიროებათ გარკვეული პირობების დაკმაყოფილება, ამ პირობებში არის შეზღუდვები, მაგალითად ბავშვთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს, ვთქვათ 10 ბავშვს და ასე შემდეგ. ანუ ეხლა კი ამ წუთში არის ეს კანონი ძალაში, რომელიც აწესრიგებს. მაგრამ აქ ეხლა ჩვენ ალბათ კანონის აღსრულებაზეც უნდა ვიფიქროთ, ხო? ანუ საწავლენ ეს ბავშვები, ათასობით ბავშვია. როცა ესეთი ცოტა სოციალური მუშაკი ყავს, უნდა მობილიზაცია მოახდინოს სახელმწიფომ და ამ ბავშვს უპოვოს, ხო? შესაბამისი ადგილი ოჯახში თუ დაბრუნდება, ოჯახი გააძლიეროს, დაეხმაროს და ასე შემდეგ და საერთოდ ალბათ კანონების მიღების დროს აღსრულებაზეც უნდა იფიქროთ. თითოეული ბავშვი მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. რატომ მოხდა? იქ ხო შემთხვევით არ მოხდებოდა, ესე იგი რაღაც უჭირდა იმ ოჯახს, ხო? ან ოჯახი არ იყო. დიახ, ეს არის საკმაოდ რთული. ანუ უკაცრავად, ანუ ეს ცენტრალიზებულად არ ხდება ამ ბავშვების განაწილება. ანუ აი ესეთ კერძო ბავშვთა სახლებში. აქამდე მათი ჩარიცხვა არ ხდებოდა. ბავშვების ხდება. დიახ. მაგალითად აქამდე მათი ჩარიცხვა ან განთავსება არ იყო ცენტრალიზებული, ანუ სოციალური სამსახური არ რიცხავდა, ან რიცხავდა და მე მონიტორინგს არ ახორციელებდა, მაგრამ ეხლა უკვე, როდესაც ეს კანონი შევიდა ძალაში, რა თქმა უნდა მოხდეს ყველა ბავშვის შესწავლა, ყველა ბავშვისთვის ოჯახის მომზადება, ან დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში, რასაც მე ძალიან ვამხრობი. და წარმოვიდგინეთ ახლა დღესდღეობით, როცა ზუსტი ციფრიც კი არ იციან ამ სოციალურმა მუშაკებმა, როგორ უნდა მოესწროს ეს 1 წლის ვადაში, მე ცოტა ამაზე შეშფოთებული ვარ, ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება კარგი სამოქმედო გეგმა, ანუ სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს, რა რესურსი აქვს, რა რესურსის გაზრდა ჭირდება. მაგრამ აი უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ რატომ არ ახორციელებს სახელმწიფო, ანუ აი კერძო ბავშვთა სახლები
სახელმწიფო დავუშვათ ბავშვთა სახლებთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლებთან თუ მინდობით აღმზრდელებთან ერთად, ანუ ისინიც ხომ ბავშვები არიან, ისინიც ხომ ზრუნავება მოკლებულები არიან, რატომ თანაბრად არ ხდება? მე რა რომ ის კერძო, ანუ ის მას ხომ საჯარო მიზანი აქვს, ანუ კი, ანუ ეს აქამდე რაც ხდებოდა, ზუსტად ის იყო, რომ არ ქონდა ესე, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა ისეთი მოწესრიგებული არ იყო, რომ რეალურად მათ აძლევდა არსებობის და შექმნის საშუალებას. მაგრამ იცით რა, სახელმწიფო თავისთავად ალბათ არ არის ცუდი, იმიტომ რომ სახელმწიფოსთვისაც ერთგვარი განტვირთვა ახლა. არის, იცით, მე ვერ დაგეთანხმებით და რატომ? თუ იქნება, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ყოველთვის, რომ სადღაც დიდი ბავშვთა სახლი გაიხსნას, ეს იმხელა ცოდუნებაა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო? აუცილებლად გახსნეს ვიღაცას და მაშინ მთელი ეს რეფორმა და ბავშვის ინტერესი, ასე ვთქვათ, წყალს ჩაიყრება ერთ დღეს, იმიტომ რომ ხო, ამით დავიწყეთ საუბარი, რომ ვისი გახსნილიც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ არა, კანონით რომ დაწესდეს დავუშვათ რაოდენობა და გაუტოლდეს მცირე საოჯახო ტიპის სახლის. მაშინ ეს იქნება სრულიად სხვა. მაშინ ეს იქნება სრულიად სხვა ფენომენი, აღარ იქნება დიდი ზომის ბავშვთა სახლი და ასევე აღნიშნეთ, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლი აქვს თავისი სტანდარტები, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი, რომელიც მოითხოვს, რომ ბავშვმა განათლება მიიღოს, ბავშვმა სოციალიზაცია შეძლოს, ძალადობისგან დაცული იყოს, ასევე მცირე საოჯახოში არსებული დედოფალი და მამობელი იყვნენ გადამზადებულნი, ანუ ქონდეთ გარკვეული კვალიფიკაციაც, ხო? ანუ სინამდვილეში მოთხოვნები საკმაოდ ესეთია მაღალია. რა ტიპის პრობლემებს აწყდებენ ამ კერძო ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, როგორც წესი თუ შეგიძლიათ მოკლედ რომ რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანოთ. აი, ვამბობთ კიდე ბოდიშით სანამ ვკითხავს. ვამბობთ, რომ სახელმწიფო კერძოდ რომელ სტრუქტურას ეხება ეს, რომელიც სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, კანონმდებლობით ეს ფუნქცია აკისრია სოციალური მომსახურების სააგენტოს. რაც შეეხება ეს მას შეკითხვას, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ამ ბავშვებისთვის არის სახელმწიფოს მხრიდან მათზე შემცირებული ზედამხედველობა. ანუ მშობლების ზრუნვას, ასე ვთქვათ, მოკლებული ყველა ბავშვის პირველი მზრუნველი უნდა იყოს სახელმწიფო. და როგორც კი სახელმწიფოს თვალს მიეფარება ეს ბავშვი, ხო, ეს უკვე არის პრობლემა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ ოჯახი ვერ უვლის, ჯერ ოჯახს დაეხმაროს, იქნებ მოუაროს, თუ არა და ბავშვს შეუქმნას ოჯახთან მიახლოებული პირობები. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. სახელმწიფოს მოკლებული ზედამხედველობა ამ ბავშვებს. ძალიან მაინტერესებს რა ხდება აი მზრუნველობა მოკლებული ბავშვი, როდესაც ხდება 18 წლის, ანუ მასზე სახელმწიფო წყვეტს ავტომატურად ზრუნვას, მაგრამ თუ ხდება თუნდაც არ მინდობით აღმზრდელ ოჯახებში თუ მცირე ტიპის საოჯახო ბავშვთა სახლებში ამ ადამიანების მომზადება აი ამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ან რაღაცა პროგრამებში თუ რთავენ. აი რამდენად ხშირია რომ ასეთ პირობებში და ადამიანები შემდეგ დავუშვათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ, ან სამსახურების დავუშვათ შოვნის რა შანსები აქვთ რომ ამაზეც პირველ რიგში ვიტყვი ძალიან მოკლედ რომ ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია რომ წყდება ეს მინდობით აღზრდა და ტრაგიკულად მიმაჩნია რომ მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი რომელიც იყო მინდობით აღზრდაში და 18 წლის გახდომის შემდეგ იძულებული გახდა რომ ინსტიტუციაში დაბრუნებულიყო ეს ჩემთვის არის ძალიან ტრაგიკული ეს ასე არ უნდა მოხდეს ხო სახელმწიფოს აქ ესეთი ხედვა რომ იქნებ ოჯახში დარჩეს და ოჯახმა ასე ვთქვათ გაგრძელოს მასთან ურთიერთობა უკვე ამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ეს ვფიქრობ რომ ძალიან სარისკო ხედვაა კი მე მესმის რომ ადამიანები არიან ძალიან ასე ვთქვათ კეთილები და მხარდამჭერები მაგრამ რომ არ დარჩეს მაშინ ჩვენ არ შეიძლება რომ ამხელა რისკი გავწიოთ ხო რაც შეეხება ეს მას კითხვას კი გარკვეული მხარდაჭერა არსებობს მათ განათლებასთან დაკავშირებით მაგრამ ეს ჯერ კიდევ არის მინიმალური პირველი პრობლემა არის საცხოვრისს გაურდებათ თუ არა დავუშვათ განათლების ხარჯი. კი, ანუ ხარდაჭერა, როგორც ვიცი, არსებობს განათლების სამინისტროში სპეციალური რაღაც პროგრამა ჩადებული, სამწუხაროდ დეტალები არ ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ვფიქრობ, რომ დღეს არის საცხოვრისი.
ანუ თუ ამ ბავშვს უკვე დასრულს არ აქვს საცხოვრებელი, სად წავა და მე ვიტყოდი რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება ხდება პრაქტიკა, უკაცრავად პრაქტიკა როგორია, სად მიდიან ხოლმე? ძალიან რთული პრაქტიკა. გოგონების შემთხვევაში არის იძულებით დაქორწინება, რადგან გამოსავალი არ აქვს, ბევრი მათგანი ქორწინდება, რომ არცად წასასვლელი არ აქვს, ეს ვფიქრობ გენდერული ასპექტია. ნუ ბიჭების შემთხვევაში ძალიან ბევრი მახსენდება, ეხა მახსოვს ერთი ბიჭი სადღაც დახურულ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მეორეს მარშრუტკაში ეძინა, ანუ ძალიან ბევრი სამწუხარო შემთხვევები მახსენდება აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რას მინდა გავუსვა ხაზი? ანუ სხვა ქვეყნების გამოცდილება რა არის? ვინც უკვე გაიარა ეს რეფორმა, რომ უნდა არსებობდეს ასე ვთქვათ, გარდამავალი საზოგადოებაში ინტეგრაციის დამატებითი პროგრამები, ანუ ტრანზიტორული. ანუ შეიძლება, ხო, ვთქვათ, ერთი საცხოვრისი იყოს და ამ ბიჭებმა, გოგონებმა, ვთქვათ, იცხოვრონ ერთად რამდენიმე თვე, მანამ სამსახურს იშოვიან. დღეს მათი მომზადების კომპონენტი სუსტია. ანუ მათ ისე კარგად ვერ ამზადებენ, რომ მაშინვე დასაქმდნენ და მოგეხსენებათ სწავლის დროს მუშაობა ადვილი არ არის. და სახელმწიფო ზოგადად რამდენად ეხმარება თუნდაც დასაქმებაში, თუნდაც იგივე ბავშვთა სახლებში, ან სადმე ძალიან სუსტია სახელმწიფოს როლი. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ახალგაზრდობის, ბავშვთა და ახალგაზრდობის, თქვათ, დეპარტამენტი, გვაქვს სამოქმედო გეგმა, მაგრამ მე იმ გეგმაში ამ კომპონენტზე აქცენტი არ მინახავს. ანუ სახელმწიფოს ჯერ არ აქვს ძლიერი მხარდაჭერა. და მაგალითად, რამდენად ხშირად დაბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, რამდენად ხშირად ამთავრებენ. ეს სტატისტიკა არ გვაქვს ესმა სამწუხაროდ. ესმა სამწუხაროდ ჩვენ დროც იწურებთ, მაგრამ სანამ დრო ამოიწურება, ერთი შეკითხვას დაგესვათ. ანუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ქუჩაში მყოფი ბავშვების მშობა, ანუ აიძულებენ ბავშვებს ქუჩაში გავიდნენ და რაღაცა მაგალითად იმათხოვენ, ან მსგავსი შემთხვევები მოხდეს. ანუ ამ შემთხვევაში თუ აქვს სახელმწიფოს ის საშუალება, ან თქვენ მონიტორინგის სამსახური თუ ახდენს მათი ჩამორთმევის საშუალებას. ანუ ეს არის კომპლექსური საკითხი, ესე მარტივად ვერ ვიტყვით. უნდა შეისწავლონ კონკრეტული ბავშვის მდგომარეობა, თუ გამოჩნდება, რომ აი მართლაც არის სისხლის სამართლის დანიშნულის ნიშნები, რა თქმა უნდა დაიწყოს გამოძიება. აი კანონზე ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ეხლა რომ კანონი მიიღეს, რომ სოცმუშაკს უფრო მარტივად შეუძლია ბავშვი ოჯახისგან განათვალოს. ეს ბოლოს შეკითხვა იყოს ეს მან ხო? მოიცავს თუ მარტო ძალადობა. ეს სამწუხაროდ ეს ერთი რაღაც ცვლილება ვერ შეცვლის ამ ბავშვების მდგომარეობას. მე როგორც გითხარით, ადამიანები პირველ რიგში არ უნდა ისჯებოდონ, იმიტომ რომ ღარიბები არიან, ეს ერთი და მეორე რიგში სოციალური მუშაკი, რომელიც ოფიციალურად ყავს თითქმის ჩამოსათვლელი, ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუნდაც მას კონდეს გაზრდილი უფლებამოსილება, შენ თუ არ გაქვს დამატებითი რესურსი, სად წაიყვან ამ ბავშვს და რა მხარდაჭერას გაუწევ. დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ რო ამოიწურა და ისეთი თემა საათები შეიძლება არ იყოს ამას როგორც ყოველთვის ესეთი თემები ძალიან მძიმეა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ჩვენი გადაცემაში დარეკვისთვის, მართალია რაღაც ხარებასები იყო, მაგრამ არაუშავს. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ჩვენთან ერთად ხართ, უღრმესი მადლობა, ჩვენ კი 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდებთ.